მოგესალმებით ყველას. მოკლედ, როგორც იცით, დღეს გვაქვს შეჯიბრი წალკის ტურნირი. ეს არის რიგით მეხუთე შეჯიბრი კლუბი მეტეორის რეიტინგული და სხვადასხვა დღევანდელი ტურნირი იქნება წესით ყველაზე მასობრივი ჭერით გამორჩეული. წესდებაში იყო ცვლილებები, ვისაც არ უნახავს, ანუ მინიმალური ჩასათვლილი ქორჭილი არის 17 სანტიმეტრი, მაგის ქვევით არ ითვლება თევზი და იქნება ესეთი დეტალი ფსაჯი, როდესაც მოვა, აუცილებლად მონაწილე აჩერებს თევზაობას, გაზომავენ ყველა თევზს, გაუშვებენ და მე აგრძელებს ისევ მონაწილე თევზაობას. კენჭისყრა ბოლოს იქნება გათამაშებები და კენჭისყრა. ეხლა ყველა ერთად დავიწყებთ, მაგრამ შეგვიძლია სადაც გვინდა იქ დავდგებით, ანუ ყველგან მოძრაობთ, სექტორები არ არის. ერთი თავიდან მეორე თავში სადაც გინდათ გადაადგილდებით. და სტარტი იქნება ერთად, ანუ სიგნალი იქნება და ყველა ერთდროულად დავიწყებთ. სადაც გინდათ ეხლა დადგებით, ოღონდ თევზაობას არ დაიწყებთ ჯერ. ტური ერთტურიანი. ხო, ტური არის ერთტურიანი იქნება, 11 საათზე მორჩება. ესე იგი, დაიწყო ჩვენი შეჯიბრი. ანუ სტარტი გქონდა 6 საათზე ახლა და გაგრძელდება 11 საათამდე შეჯიბრი. ვართ წალკის წყალსაცავზე. დღეს ჩვენ გვესწრება 44 მონაწილე. ძალიან აქტიური პერიოდი, ანუ თევზი ძალიან მაგრად მოდის და აი სასწაული ჭერა იქნება. ამიტომ მაქსიმალურად ახლა მე ვარ ძირითადი მსაჯი, უნდა შევეცადო მაქსიმალურად დროულად მოვახდინო თევზის გაზომვა. ეს არის რიგით მეხუთე რეიტინგული ტურნირი კლუბი მეტეორის. და ანუ ჯამში 7 ტურნირი ექნება კლუბს, ანუ კიდე დარჩება 2 შეჯიბრი. და წლის ბოლოს გამოვლინდება საქართველოს სპინინგისტთა კლუბის მეტეორის ჩემპიონები, პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები. ჩავალ ახლა დავიწყებ ერთი თავიდან და გამოყვებით ნენელა. ვხედავ უკვე რომ ეგრევე თევზის დაჭერა დაიწყეს, იჭერენ, მოდის. ვნახოთ, გავეცნოთ სიტუაციებს. ეს არის 24-იანი ქორჭილა დავუშვით. მახსენე გვარი? როგორ? გელაძე. მუშანგი. შენთან ნახოთ რა ხდება. მოდი დაბია. მე გერგებია. ეს არის 27. იცოდე თუ მიდის? კი, 27. 24. 27. მაგარი ზომა. 29. 24, 27, 29. სერიოზული. შევწევთ 24, 27, 29. შემახსენე გვარი? ღადუა დავით 38-ში. ხა ცოტა ბოლოსკენ. ღადუა დავით. კი ბატონო. 24, 27, 29. გაიზომები. გავაგზავნოთ. იგი აღზრდა. ნახოთ აბა როგორია. ზეჩოთი ეს იქნება. ჩუტი არის. ეს არის 21. მოდი ეგრე ჩააგზავნა. წვერის. და იქნება ეს. 16 არა მთლად. ერთი თამაკლდა ბიჭო? ჩასვე. უღარ გაიზონა. 20. გამახსენ შენი გვარი? 22. 22.
22 სურაშვილი თედო 17 თეთრი ყველა როცმა 21-ია ავა პატარავე რა. ოთნიკო სამოყავს რაღაც. ეს რა უბედურება. ეს არის ღორჭილად. ხო რა. თლათამხელა არა, მაგრამ მაგარი ზომა გამოცაკნაპი. ეს რა? ორქულიანი, ქულანახევრიანი. 40 თუ იქნა ქულანახევარი. ეგრევე. ეს 40 ბიჯო. არა არის 40. სუქანია просто. ო, სუქანია. ახი ამაში წვჩავიდა. 35. 35 და რამ სიმძიმეა და 35 ფოტოც არა. დამიღე მიდი უცბად. 35. აუ. გამიშვა ბოლობო. მიდანე. რაღაცა შენ არ ხუმრობ ხა. მე საიდუმლო ია. ეს არ არის ხა ხუმრობა უკვე. კარგად გაწელე. 23. 23. აუ. აი ეგრევე დააყოლა. ლევიშვილი. აი იქნება ეს. ოჰო, აი. უფრო დიდია ვიდრე ის. ნელა. აი ხელა. ეს სატყუ არა. არ გამომიყენები და ვაფშე მეთევდები ამით. 27-ია. 27. 27 ზოგ გოჭელა კარგი. 27. რამდენი იყო? არ გამიზომია ეგეთ გასაგონია. აი ხელა. კიდე ყავს? ისე ჩათვლად იქნება. წესით. ეს უეჭველი აქვს და რაღაცა. ესე იგი, ეს არის 22 და 17. შენ სტანდარტულებს იჭერ. ატარებს არ იჭერ. ნელა. ეს გაქცევა არ იქნება. ეს სერიოზულია. სტანდარტული ანუ ერთი პარტიას ის არა. შეიძლება 27 ის. 27 ის. იგივეა მე მგონი. იგივეორმოვიდა. აქეთ თენგო. დამღალე. და მაიმუნური სატყუ არა. რა ზამოია. 22 გაუშვი. ეგ ბაჩო იჭერს. გავზომოთ. შესვივა ხდება. ეს არის 20. ეს შეიძლება ვინმე მეტი იყოს. 21 მეთქიან 22 წელი. 21. 20 და 21. აქ ნახოთ რა ხდება. რამდენი? მე დავზომოთ. აქ კარგად არის გავზომოთ, აბა. ესე იგი 25. 25. ეს არის 24. 24. 21. 22. შენიერი შედეგია, კარგი ზომა. ერგია. ეხლა ჩავდომა გიაქ? კაუში. ჩადე. გაგიჟდი? რა ნა 15 იქნება ყველაზე დიდი. ასე. ეს იქნება 25. 20 წელი იქნება. წავიდეთ ახლა მეორე ბოლოში. ჭერა არის კარგი ჭერაა.
ძირითადი ზომა მოდის 15 სანტიმეტრიანი. ჩვენ ჩათვლაში გვაქვს 17 სანტიმეტრიდან. და ძალიან საინტერესოა აი სათვალების შერჩევა იმის მიხედვით, რომ უფრო მოზრდილები დაიჭირონ. აქეთ გვყავს ორი ცალი, მაგრამ ესენი საპატიო ზომები. Ოცდაექვსი გაიგორჯილა და მეორეა 27 27 26 და 27 შვილი ზომები შემახსენე ფირცხალა ის შენი მიზერია ხო ესე იგი აქეთ რა ხდება ისა 23 ეს ორი პატარა და შეიძლება არის. ჩადო თოცმეც 23 ეს არ არის ეს 17 და 23 23 ნახო დაბა აქეთ კანდელი ჩათვლაც გავა ყოველ შემთხვევაში. ეგაც ეგ ჩათვლადია ეს არის 19 19-იან ხორცი ესე იგი ამ სექტორში ბოლო მონაწილე ნახოთ რა ხდებაო საჩვენებს ხედავ ბევრს 20 ძა 20 19 18 18 17 18 17 საბოლოო ხო მომსას ძელი გუდი აქვს 17 და 17 შენ ჯორჯი ხარ ყველაზე მგონი შემოიაზე. გავსა ჩოც შებაღობილი ხომ აქვს 17 აი კიდე მორიგი დაპარსა იმენა დაპარსა აქტევზი მონაწილე აქ დგას თავისთვის წნარად მიაგნო გასაღებს დაპარსა გასაღებს მიაგნო 18-იანია და პარსავს მე გეტყვით რა სეკრეტზე პარსავს ბოლოს ეს იყო 18-იანი 18-იანი შენთვის ახლა ყველა ჩათვლადი სასწაულისა ჭირდება სასწაულად შენიერი დავიჭერთ. ნახოთ აბა 23. 23 აი ზომა გვარი შემახსენე შენიერაც. მინირაძე 23 აი შეჯიბრი არის ძალიან აქტიური ფაზაში თევზი ძალიან გააქტიურდა აი ბრძოლა მიდის ძალიან სერიოზული შეგახსენებთ 54 კაცია მონაწილე 54 მონაწილე გვყავს დღეს დარჩენილია საათი და 10 წუთი საათი და 10 წუთში გაირკვევა თუ ვინ გახდა ლიდერი დღევანდელი დღის ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის ერთმანეთთან შედეგებით ახლოს და ძალიან საინტერესოა აქ დაიჯერა ესე? რაღაცა ამ ადგილზე მოუყრია კაი ზომებს საბამ დაიჭირა 17 არა. 18 არის. 18-ია ზუსტად. არის 18. Проскочил, Ровно 18. 18 Так, в смысле 17-ია ეს. 17. 18 17 Месяцы. Есть пограничники. 17 და 18. მოგიდროს. გაზომოთ აბა.
არ გაბარდავს, გადაფარტყალდეს. 21-ია თუ 2-ია? 21-ია. 21. 21-ია. 21. ერთი ცალი 17. შენ ნომერი გახსოვს? 11. თვითონ რა დაშველი აქ ჩავწეროთ 17. შემდეგი ყველა ეშენია? ახას დია შენი თვითონ თვრამეტი ესე იგი 17-18 ალანია 17-18 ვი მე და მაგბარდა ვის ნახია ის ერთი ის გია არა შენ მოგლი აი სექტორის ბოლოში ვარ ახლა. აქ არის ბოლო მონაწილე, რომელიც დღეს ძალიან მაგრად იჭერს. ერთ-ერთი ლიდერია დღევანდელი დღეს, რომელიც სვათაშორის თევზაობს MT-BITE-ის სილიკონზე. და მაგარი შედეგები აქვს. ნახოთ ყველაფერი წინა ჯერ. ერთ-ერთი კანდიდატი. დასრულებამდე დარჩა 10 წუთი, ყველა თევზს გავზომავ და დავითვლით შედეგებს. მოკლედ მორჩა სათევზაო დრო, ეხლა დავზომავთ თევზებს, ბოლომდე გავყვებით და მე დავითვლით შედეგს. დავიწყოთ აქედან. აქ თევზაობს შანტურია. უბეზაც აქამდე ძალიან კაი შედეგი ჰქონდა და ნახოთ როგორ გააგრძელა. იცი? აიზომები ყოლია. ეს არის 21 17 ეს არის ეს პატარა ძალიან ისინი პატარებია პატარა 17 ესე იგი 21 17 ეს არის ის სტეიტი 17 ეს ახლა იქ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული ოჯახ შემნიშნები ეგ წინასწარ შენიშერდი დიქსით საოცარი. თქვი ვიდეოში დიქსით იჭერდი ძალიან მაგარი შედეგი გქონდა რაც არ ჩაგეთვალა ალბათ მინიმუმ 70 წალი ძალიან სერიოზული კაი წავიდეთ აბა იქეთ ჯერ მოიცადე დიქს MT-BITE-მა რა ჩაიდინა ხა ბოლო შემოშტება ცოტა ადრე უნდა გადასულიყავი მაგაზე გრანდელმა 6 წალი 17-იან დაამატა 1 2 3 4 5 6 რამდენით ეს? 19 არ მახსოვს. 24 რამდენი და მიწებობა. 25 24 25 27 25 27 ნახოთ Big Fish-ის კანდიდატი ეს ხელა რაღაცა დაიძაბა თემები ეს გონიფო დიდი ჩასვება ეს საკონელია შინთლაკულა ნახოს ეგრეა ძმაო Big Fish-ი მოიხსნა 36
1 სანტიმეტრით 26 მეორის აიყავს. ეს რა ის რომ რამდენი სმერი არის ფულა ნახევარი 40. 40 სმერია. ერთ შუკა ალბათ. 29. მოკლედ მორჩა შეჯიბრი, შედეგები დათვლილია და ეხლა ცოტა ხანში გამოვავლენთ გამარჯვებულებს. ჩვენი პრიზები სად არის? პირველ, მეორე, მესამე ადგილისთვის. ეხლა ყველა მონაწილეს გადაეცემა პრიზები და გათამაშდება 3 წელი ჯოხი შემთხვევითობის პრინციპით კენჭისყრაზე. ესენი არიან ჩვენი სპონსორები, რომელიც ერთგულად უდგანან ჩვენს ტურნირებს გვერდით. ფილმა ალტა როცი, ეს ჩვენი კლუბი მეტეორი, ფილმა SV ფიშინგი, ქართული ბრენდი MT ბაიცი, ფილმა ვინტეჯი, ფილმა ფლეშ ლურესი, ფილმა ფეივორიტი და ფილმა სელექტი. ყველას კლუბის 7-ვე ტურნირს სპონსორობას უწევს ჩვენი ერთგული სპონსორები, აი რაც ჩამოთვალე ფილმები. დიდი მადლობა მათ. ესე იგი დასრულდა ჩვენი ტურნირი, ძალიან ისე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა, თევზი ურიცხვად მოდიოდა, უბრალოდ ჩასათვლელი ზომები არც ისე ხშირად, მაგრამ იყო, კარგი ჭერა იყო. პირველ რიგში სანამ დაჯილდოებაზე გადავალთ, ჯერ წავიკითხავ სიას, ვისი სახელი და გვარსაც ვიტყვი, გამოვა აიღებს ფილმა ინტეჩის დაწესებულ პრიზს და ამოიღებს კოჭას, ანუ თამაშდება 3 წელი სასპინინგე ჯოხი, ჩანს დანიშნული. აი ეს ვისაც ამოუვა ესეთი დანიშნული, ეგ მოიგებს ჯოხს. გვერდზე უნდა ქონდეს რაღაცა ხო, ასე. მიწერია 101 და 1-იანი. მონიშნულია ერთ-ერთად. რიგითობას სიას ამოვიკითხავ რიგითობის მიხედვით, ანუ მონაწილეები როგორც ჩაეწერა. ბერაია დავითი. ორმოც პრიზი ამოიღე. თავბერიძე ბაჩო. ერთი ჯოხი ამოიღეთ, რა გჭირთ? შუბითიძე ერეკლე. ნახევარ კოჭა ამოვიდა და ჯერ კოჭის არ ამოვიდა პრიზი. მოიგო ჯოხი! კილოცავ. ჯაფარიძე მერაბი. მოიგო ჯოხი! მეორე ჯოხი გათამაშდა, კილოცავ. აგვჭა ერთი ჯოხი. ჩაბრუნა ურიე კარგად. მე სიას ნახავ მედი. ეგა თავისას ამოიღე, ვიდი თენგო ამოიღე, თენგო. 18. ნომერი 18. გოგუ ასაბა. მესამე ჯოხი გათამაშდა. კილოცავ. ეხლა გადავიდეთ დაჯილდოების ნაწილზე. მე პირდაპირ დავიწყებ ახლა big fish-ით. ყველაზე დიდი თევზი დაიჭირა მონაწილემ 36 სანტიმეტრიანი ქორჭილა გიორგი ავსაჯანიშვილი. სიგელი გადაეცი კილოცავ. ჩვენი big fish-ზე დაწესებული აქვს ალტაროს ჯოხი, რომელსაც მობრძანდებით მაღაზიაში და გადმოგეცემოთ. მესამე ადგილი დაძაბულ ბრძოლაში დაიკავა მონაწილემ ლადო ალანიამ. კილოცავ ლადო. მედალი. სიგელი და პრიზებზე მორჩება. მეორე ადგილი აიღო მონაწილემ, რომელიც ახალია ამ თემაში საკმაოდ და დამაჯერებლად მიდიოდა, ის ოდნავ დააკლდა. გოგი ჭანტურია. ნამდვილად დამსახურებულად კილოცავ.
ილოცა. სიგელი, მოდი. მედალი და პრიზები ცოტა მოგვიანებით მოგეცემა. პირველ ადგილზე გავიდა მონაწილე. დღეს დაიჭირა ალბათ, რა ვიცი, 200 ცალი კორჭილა და აქედან ჩათვალა ერთი 30 ცალი. თემო დანელია. ილოცავ. მენდალი პირველი ადგილის. ეგ ოქროსია, ხომ რა? და პრიზები ცოტა მოგვიანებით. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. ჭერა იყო კარგი, თან საინტერესო ამ ძალიან პატარა სათუარებზე ყოველთვის მოდიოდა პატარა ზომები, ანუ გამოცნობა უნდოდა სათუარას. შემდეგი შეჯიბრი გვექნება ალგეძე, ქორჭილაზე. ეგ იქნება დაახლოებით ერთ თვეში უწევს, მაგრამ იგეგმება ასევე ნავების ტურნირიც, რომელიც ანონსიც დაიდება უახლოეს მომავალში. გუნდური ჩემპიონატი იქნება ეგ. რა ვიცი, დანარჩენი წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომავალ შეხვედრამდე. კარგად მე. პრიზები